33 წლის ასაკში მეყოლა ლუკა. დღენაკლული დაიბადა 7 თვიანი 2003 წლის 30 იანვარს. დაკონკრეტებით არაფერს არ მეუბნებოდნენ. გადარჩენა არ გადარჩენის მომენტი იყო ბავშვის. ბავშვი არის ინვალიდობის კანდიდატიო. სიტყვა ეს ინვალიდი კი მომხვდა გულზე, მაგრამ ისე მთლად ვერ აღვიქვი ეს რა იყო, რა დიაგნოზი იყო და რასთან მქონდა საქმე. ანუ ის რომ მითხრეს, რომ ჩემი შვილი ძალიან მძიმე ფორმის ცერებრალური დამბლის დიაგნოზით არის დცპ-ი და ეს საერთოდ 4-ვე კიდურის სპასტიკა აქვს ჩემ შვილს პლუს ჰიპერკინეზი უნებლიე მოძრაობით ვერ ვითავისებდი ამ ყველაფერს და ალბათ უფრო არ ვითავისებდი. ლალი ყოველთვის იმედის თვალით უყურებდა ყველაფერს და ყოველთვის ჰქონდა იმის მომავლის იმედი, რომ ეს თითოეული ლუკას მიმართ ჩატარებული ვარჯიში იყო, მასაჟი იყო თუ ნებისმიერი რამ ლუკას განვითარებისთვის და წინსვლისთვის ყოველთვის იმედიანად იყო და აქეთ გვაძლევდა იმის იმედს, რომ მე მჯერა, რომ ლუკასთვის ეს ყველაფერი შედეგიანი იქნება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებთან, ბავშვებთან არასოდეს შეხება არ მქონდა მანამდე. ვექცეოდით აბსოლუტურად როგორც ტიპიურ ჯამრთელ ბავშვს ისევ ზრდიდით. 6 წლისას მივიყვანე ლუკას სკოლაში. ჩვეულებრივად კლასში იჯდა გაკვეთილებზე, მაგრამ გაკვეთილებზე მეც ვიყავი მასთან ერთად დერეფანში ვიჯექი ხოლმე და ველოდებოდი. ლალის ჩართულობა სასწავლო პროცესში ლუკასთან მიმართებაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ლუკასთან ურთიერთობაში აბსოლუტურად ყოველი დღე განისაზღვრებოდა, იწყებოდა და მთავრდებოდა ლალის აქტივობებით. ვიაზრებდი იმას, რომ ჩემი შვილი შესაძლებელი იყო ეტლში, ეტლით მოსარგებლე თავისი ცხოვრება დარჩენილიყო, ამ დროს ვეძებ უკვე იმას მხარეს, ძლიერ მხარეს ჩემ შვილში, რომელი მხარით შესაძლოა, რომ მე განვავითარო, რომ თავისი ცხოვრება მორგებულად და ადაპტირებულად ჩემს შემდეგ შესძლოს განვლა და ცხოვრება ისე, რომ არ გაუჭირდეს და ეს იყო ეს კუთხე მოძებნა ჩემი მხრიდან ლუკაში, იყო მისი გონებრივი ინტელექტის განათლების მიღების მხრივ, რომ ლუკა თუ ეტლით მოსარგებლე იქნებოდა, თავისი განათლებით თავის ცხოვრებას გაიტანდა და გზას იპოვიდა. მერვე მე-9 კლასში დავწერე განცხადება დირექციის სახელზე და ვითხოვე შინ სწავლებაზე გადმოყვანა. რომელ საათზეც კი და მე ვსულიყავით ოჯახში ლუკასთან და ლალისთან სამიცადინოთ იწყებოდა ზოგჯერ 9 საათზე, ზოგჯერ გაკვეთილების მერე. ყოველთვის იყო იდეალურად მოწესრიგებული ოთახი, სადაც ჩვენ დაგვემეცადინა. ლუკა ყოველთვის მოწესრიგებული და აბსოლუტურად ყველა გაკვეთილი არ არსებობდა გაკვეთილი, რომ ლუკას არ ქონოდა მომზადებული. ეს ყველაფერი იყო ლალის უზარმაზარი შრომის შედეგი და ჩართულობის შედეგი. სწავლას და ასეთ გარშემო პირობებს რაც თავი რო დავანებოთ, მნიშვნელოვანია მისი პიროვნული განვითარება. პიროვნულ განვითარებაში რა ვგულისხმობ? ის რომ შეუძლია მას თავისი აზრი დააფიქსიროს. რომ თავისუფლად შეუძლია თქვას, აი ეს მინდა, ეს არ მინდა. შეუძლია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. შეუძლია რომ ქონდეს მაგალითად თუნდაც იმის აზრი და იმის შესაძლებლობა რომ იოცნებოს და გააკეთოს რაღაც კრეატიული რაღაც გააკეთოს. რა ამაში რას გულისხმობ, მას ყველანაირი გასახანი აქვს. იმდენი შესაძლებლობა აქვს და იმდენად უჭერს დედა მხარს, რომ რამე არ არსებობს რომ მოისურვოს და არ გაუკეთოს. თუმეტეს რამე რომ უნდა და არ დაეხმაროს. საფულის მოგზაურობის დროს მამას ხელში რომ იყავდა უკვე საკმაოდ დიდი იყო და ხალხმა იკითხეს რომ ამ ბიჭიო ხელში რატო დაღავსო და ალბათ მაგანაც უკვე იმოქმედა ჩემს შემდგომ დამოკიდებულებაზეც ჩემ შემდგომ გააზრებას რომ ჩემნაირი არ ყოფილა რაღაც განსხვავებული ხდება რაღაც ასე არ უნდა იყოს. ახალი რამე გააკეთე? ما فقط رو داشتم چمی پی ما فقط فوندی گاو که تو خدا بیرام
ეს კომპიუტერული შესაძლებლობის უნარჩვევები უკვე ლუკას წამოუვიდა სკოლის ასაკიდან, რომ ესე იგი მას შეეძლო კომპიუტერთან მუშაობა ძალიან კარგად გამოსდიოდა. გადაწყვიტა რომ კოლეჯში წავსულიყავით და კოლეჯში ესწავლა. პირველი ნაბიჯი დამოუკიდებელი ცხოვრების განსხვავებული სკოლისგან იყო ლუკასთვის კოლეჯი. ლალი მინდა ვთქვა, რომ პირველ რიგში არის ფსიქოლოგიურად ძალიან ძლიერი ადამიანი და ძლიერი დედა. იმიტომ რომ დღემდე ისეთ პრობლემებს უმკლავდება ლუკას მხრიდან, რომ ბევრი ამას ვერ შეძლებდა. ლალის დიდი ძალისხმევით არის ლუკა დღემდე როგორიც ყავს. რამდა გაცხუნა დედა? გადი ჰაერზე დამცხავს და მან ჰაერზე გავარო. გადაცემი დღევანდელი დღე დაბადებიდან დღევანდელი დღიდან ჩემი მეგობართან და დედათან რა თქმა უნდა დედა ჩემი რო არ მყოლოდა აბათო გამოწვიდება და მე ვფიქრობ ცხოვრება და ალბათ ცოტა ძინერად გამოვიდოდი იმ სიტუაციიდან როგორც ეხლა ამ ეტაპზე ვარ. ლუკას მოვლენამ ჩემს ცხოვრებაში აბსოლუტურად შეცვალა ცხოვრების სტილი, შემცვალა მე, ჩემი ბუნება, ჩემი მეობა, ჩემი ადამიანობა. სიტყვის თქმის უფლება ლუკამ მასწავლა, ბრძოლის უნარიანობა ლუკამ მასწავლა. მე თუ ძლიერი არ ვიყავი, მე თუ ჯანმრთელი არ ვიყავი და რო გამვიგე დიაგნოზი და დამჯდარიყავი და თავში ხელი მეხლა და მეტი რა სულ და არც ეს შემართება არ მქონოდა, ეს ბრძოლის უნარიანობა არ გამომემუშავებინა. საიდან ეს ყველაფერი ძალიან მეხმარებოდა თვითონ ლუკაც. ლუკა აქტიური იყო, მომყვებოდა ყველანაირად ყველაფერში და ესეც მაძლევდა სტიმულს.